გამარჯობა მეგობრებო, დაგვიდგა ზაფხული და მე ვეცდები არც ზაფხულში მოგაკლოთ ლამაზ-ლამაზი ქართული ამბები. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი არხი ნელ-ნელა იზრდება, იმატებს გამომწერები, ასევე მრავლადაა გამამხნევებელი და პოზიტიური კომენტარები. თქვენ კი ვისაც არ გამოგიწერიათ არხი, შეიძლება ძალიან საინტერესო ამბები გამოგეპაროთ. მაშასე, დაალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. ბარათაშვილის ჩამოსვენება. ამ ამბავში ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ყველასთვის საყვარელი ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩამოსვენებაზე მოგიყვებით. სულ რომ პოეტის არ ყოფილიყო, საუბარია 27 წლის ბიჭზე, რომელიც სამშობლოდან მოშორებით სულ სხვა მიწაზე, განჯაში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. ალბათ ახლაც იქ იქნებოდა ყველასგან მიტოვებული, რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი მეგობრები. მისი ლექსები, უпростоრად შედევრები რომ არ აღმოეჩინათ, არც არაფერი მოხდებოდა, თუმცა აღმოაჩინეს და თელმა ქვეყანამ შეიყვარა. ლეგენდარული ქართველი პოეტი. დახვედრად შესაბამისი მოუწყვეს. პოეტის ნეშტ სამშობლოში დაბრუნება თითქმის 50 წლის შემდეგ მოუწია. 1893 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივითა და ხარჯით ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს. ამონარიდი გაზეთიდან. კვირა დილას 25 აპრილს დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი თბილისის რკინიგზის ვაგზალზე, სადაც მოელოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს განჯიდან. ვაგზლის არემარესა და თვით მისასვლელ მოედანზე ჭედვა იყო. იმხელა საზოგადოებას მოეყარა თავი. რკინიგზის ბაქანზე იდგა შემოსილი ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი ალექსანდრე. აქვე იყვნენ წარმომადგენლები ქართველ ინტელიგენციისა და მაღალი საზოგადოებისა, თავად აზნაურთა წინამძღოლნი, დეპუტაციები სხვადასხვა ქალაქებისა და დაწესებულებათა გვირგვინებით. 10-ის ნახევარზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო, ძვირფასი ნეშტით. ნეშტი გადმოასვენეს ვაგზლიდან სამგლოვიარო წმინდაო ღმერთოს გალობით. აქ ვაგზლიდან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა. შემდეგ ეს აუარებელი და ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა დიდუბისკენ. გზაგზა რამდენიმე გუნდი გალობდა. როცა მსვლელობა მიუახლოვდა ეკლესიას, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი. ფოტოგრაფმა რამდენჯერმე გადაიღო სურათი პროცესიისა. წირვის დასრულების შემდეგ საფლავზე გადაიხადეს მცირე პანაშვიდი და წარმოითქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვები. სიტყვები წარმოთქვეს აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანმა და სხვებმა. სხვადასხვა ბარათაშვილის გასვენებაში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. მიცვალებული სასახლეს ხომ ძირითადად ახლობლები და ახალგაზრდები მოასვენებენ ხოლმე. აი ბარათაშვილის შემთხვევაში კი ყოფილა მონაკვეთი, როცა სასახლე მიჰქონდათ ქალებს. პირველად გავიგე მსგავსი რამ, თუმცა მაინც და მაინც არ გამკვირვებია. ყველას სათაყვანებელი პოეტი იყო ბარათაშვილი. მათ შორის ცხადია ქალებისაც. რამ მოარჩინა აკაკი? ეს ამბავი ცოტა დაუჯერებელია, თუმცა ასეთი რამ ნამდვილად მომხდარა. ერთხელ აკაკი წერეთელი ავად გამხდარა. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთება გამოუწევია ქართველ მოწინავე საზოგადოებაში. ავადმყოფ მგოსანს აუარებელი მნახველი მოაწყდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აკაკის სანახავად საჩხერეში ჩამოვიდნენ გამოჩენილი მწერლები, ექიმები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწენი და სხვები. ერთ დღეს კი აკაკის სანახავად ეწვია მისი ახალგაზრდა რძალი ვარინკა წერეთელი. გულმოკლული ვარინკა სხვებთან ერთად აკაკის სასტუმალთან ატარებდა უმეტეს დროს. ღონემიხდილი აკაკი თვალსაც ვერ ახელდა. ძალიან ცუდად იყო. ყველანი შიშმა და მწუხარება მოიცვა. უცებ ვანო მაჩაბელმა ვარინკას გიტარა მიაწოდა. აბა, შენიცი ვარინკა, იმღერე რამე. იქნებ შენი სიმღერა ესიამოვნოს ავადმყოფს. ვარინკა ცოტა არ იყოს შეცვა, მაგრამ უმალ გამოერგვია. თუ კი მის სიმღერას შეეძლო რაიმე, იგი მზად იყო საყვარელი ადამიანის პატივსაცემად უფრო მეტიც გაეკეთებინა. ვარინკამ ვანოს გიტარა ჩამოართვა და აკაკის ოთახისკენ გასწია. ფეხაკრეფით შევედით აკაკის ოთახში. მე და ვანოს მეუღლე ტასო. ის თვალდახუჭული იწვა ლოგინში. ეთყობოდა ავადმყოფობას მაგრად მოეკიდა ხელი. ერთ გვერდზე მე და უჯექი, მეორეზე ტასო. დანარჩენები სულ განაბული იდგნენ ახლოს. აკაკის არც გვერდი უცვლია და არც თვალი გაუხელია. მე ჩუმად დავიწყე სიმღერა. პირველად ვიმღერე მისი საყვარელი სიმღერა, სანამ ვიყავ ახალგაზრდა. მღეროდი დაბალი ხმით, რომ დიდი მგოსანი არ შემეწუხებინა. პირველ სიმღერას მეორე მოაყოლა ვარინკამ. ოთახში მუხამბაზის დამათრობელი ჰანგები გაისმა. რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ შემიყვარდები. მელოდია მიმოქმედა ავადმყოფ მგოსანზე. თავისი დიდი ლამაზი თვალები მიანათა ირგვლივ მყოფთ. აკაკის გაიღიმა. შარავანდედით შემოსა სახე. ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა. თითქოს მძიმე ლოდი მოაცილეს გულიდანო. ყველას მხიარულება დაეტყო.
ყველა გამოცოცხლდა. ვანო მაჩაბელმა იხუმრა, აკი ვთქვი, ვარინკას სიმღერა მოარჩენს მეთქი. ამის შემდეგ აკაკიმ გამოჯამრთელება დაიწყო და მალე საერთოდ განიკურნა. ნამდვილად სიმღერა მოარჩინა თუ არა მგოსანი არ ვიცით, თუმცა განკურნებულმა აკაკიმ სწორედ ვარინკა წერეთელსა და ტასო მაჩაბელს მიუძღვნა მშვენიერი ლექსი რა მომარჩინა. ფრანგული ფლოტის დახმარება. რუსეთ-საქართველოს ომიდან ძალიან საინტერესო ამბები აქვს შეკრებილი ისტორიკოს დიტო სილაქაძეს. ამ გადაცემაში ერთ-ერთ მათგანს მოგიყვებით. იცოდით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს 1921 წელს ქართულ ჯარს ფრანგული ფლოტი ეხმარებოდა. კი, ასე იყო ნამდვილად. აფხაზეთის ფრონტზე რუსეთის მე-9 არმიის 31 მსროლელი დივიზია უტევდა ქართულ ჯარს სოჭიდან. არსებობდა საფრთხე, რომ ბოლშევიკებს ფლოტიც გამოეყენებინათ და დესანტი გადმოესხათ ქართული ჯარის ზურგში. აგრეთვე ზღვიდან დაებომბათ ქართველების პოზიციები. მართალია საბჭოთა რუსული ფლოტი შავ ზღვაში საკმაოდ სუსტი იყო, მაგრამ ქართული ფლოტის შესაძლებლობებს მაინც აღემატებოდა. რუსული ფლოტის შესაძლო გამოყენება ქართველების წინააღმდეგ აღკვეთა შავ ზღვაში მყოფმა ფრანგულმა საზღვაო ესკადრამ. იმ დროს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტის ძალები აკონტროლებდნენ ხმელთაშუა და შავ ზღვებს. ფრანგული სამხედრო გემები ზღვიდან ეხმარებოდნენ ქართულ ჯარს და წითელი არმიის პოზიციებს საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ. ფრანგულ საზღვაო ესკადრას მეთაურობდა ადმირალი ჰენრი დიუმენილი. ესკადრას სათავეში ედგა ჯავშნოსანი კრეისერი ვალდეკ რუსო, 158 მეტრის სიგრძის კრეისერი, წონით 14200 ტონა. კრეისერის შეიარაღებაში 14 ერთეული 194 მმ-იანი და 20 ერთეული 65 მმ-იანი ქვემეხი შედიოდა. ასევე 2 სატორპედო აპარატი. ეკიპაჟი კი 900-მდე მეზღვაურისგან შედგებოდა. საკმაოდ დიდი ძალა იყო, არა? რაც მართალია, ვალდეკ რუსო თავისივე კლასის ხომალდებშიც არ იყო საუკეთესო, მაგრამ საბჭოთა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენდა. ფრანგული საზღვაო ფლოტი სამხედრო პოზიციის მიმდინარეობისას გამუდმებით ბომბავდა რუსულ ქვედანაყოფებს. მიუხედავად ამისა, ბრძოლები აფხაზეთის ტერიტორიაზე 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა და ქართველების მარცხი დასრულდა. რას ვიზამთ? შეუძლებელი იყო მაშინ იმხელა რუსეთის არმიის დამარცხება. ომის დამთავრების შემდეგ ფრანგულმა სამხედრო და სამოქალაქო ფლოტმა კიდევ ერთი დახმარება გაგვიწია. საქართველოს მთავრობისა და სარდლობის ევაკუაციაში მიიღო მონაწილეობა. გასაყიდი რეზონანსი. ეს კურიოზული ამბავი გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა. თბილისის ერთ თეატრში მოეწყო საქველმოქმედო საღამო კონცერტი. წარმოდგენის კურატორი გახლდათ გენერალ-მაიორი სერგი ჭილაშვილი. როგორც წესი, გენერალი ყოველ საღამოს ესწრებოდა რეპეტიციებს. დადგა გენერალური რეპეტიციის დღე. ჭილაშვილიც გამოცხადდა და იმ დროისთვის ცნობილ მომღერალს სანდრო კავსაძეს შეეკითხა, როგორ არის საქმეო. ყველაფერი მზადაა, მაგრამ საუბედუროდ სცენას რეზონანსი არ აქვსო, უპასუხა სანდრო. გენერალმა კი რა უთხრა იცით? მაგრამ რა დაჯდება ესოხერი რეზონანსი რომ შევიძინოთ? რა ეკნა ღელავდა გენერალი. თვითონ იყო კონცერტის კურატორი და რაღაც რომ რიგზე არ იყო, იმის გამოსწორებას ცდილობდა. სანდრო კავსაძე თურმე დამუნჯდა. არ იცოდა რა ეპასუხა. ბოლო-ბოლო ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ამოღერღა. 5 თუმნამდე დაჯდება პატივცემულო. მამაცობისთვის ოქროს ხმლით დაჯილდოებულმა გენერალმა არც აცია, არც აცხელა, ჯიბეზე იტაცა ხელი და სანდროს ფული გაუწოდა. აჰა, შენ 5 თუმანი და უეჭველად შეიძინე რეზონანსი. მაგით საქმეს ნუ გააფუჭება. კარგიო, უთხრა კავსაძემ, ფული გამოართვა და რა თქმა უნდა, პრობლემა მოაგვარა. თურმე იმავე საღამოს რეპეტიციის შემდეგ რეზონანსის შესაძენად გამოყოფილი ფულით მთელმა დასმა კარგად მოილხინა. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს, რომ იმდენად მოგეწონათ დღევანდელი ამბები, არხსაც გამოიწერთ და ვიდეოსაც მიალაიქეთ. დროებით.